სამი ფინანსური შეცდომა, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაუშვა, თუ ხარ 20-დან 30 წლამდე. როცა ახალგაზრდა ხარ, გონია რომ უკვდავი ხარ და შესაბამისად გონია რომ გაქვს ულევი დრო. ახალგაზრდობა ცხოვრების ის ასაკია, როცა იშენებ ფუნდამენტს. თუ ხარ 40 პლუსის და გაქვს ფინანსური პრობლემები, ეს იმის ბრალია, რომ ახალგაზრდობაში არ იშენებდი ფუნდამენტს და შესაბამისად არ აკეთებდი სწორ მოქმედებებს. ფინანსური შეცდომა პირველი, ზედმეტი ხარჯვა. ადამიანების უმეტესობა ხარჯავს მეც, ვიდრე გამოიმუშავებს. რის გამოც ვერაზროს აგროვებენ თავისუფალ თანხას. თუ ისწავლი იმაზე ნაკლების ხარჯვას, ვიდრე გამოიმუშავებ, ან იმაზე მეტის გამომუშავებას, ვიდრე ხარჯავ, ამით პირველ ნაბიჯს გადადგამ ფინანსური თავისუფლებისკენ. მეორე, შემოსავლის და გასავლის კონტროლი. როცა იცი კონკრეტულად რამდენს გამოიმუშავებ და კონკრეტულად რამდენს და რაზე ხარჯავ, გონება თავისუფალი გაქვს, რომ ბევრად მნიშვნელოვან საქმეებს დაუთმო დრო. ამის გარეშე მუდმივად ქაოსში იქნები და სულ გაგიკვირდება თუ რაზე მიდის ამდენი ფული, რომელიც დიდი შრომით გამოიმუშავე. მესამე, არ იწყებ ინვესტიციებს. ყველაზე მნიშვნელოვანი ის კი არა თუ რამდენს გამოიმუშავებ, არამედ ის თუ რამდენი ფული გრჩება ჯიბეში იმის შემდეგ, როცა ყველა ვალდებულებას დაფარავ. რობერტ კიოსაკი. როცა თანხას დებ ინვესტიციებში, ამით გვერდსაული ინფლაციას, ანუ ფულის გაუფასურებას. ყოველთვიური ინვესტიციებით ზუსტად 10 წლის შემდეგ საკუთარ ახალგაზრდა მეს ძალიან დიდ მადლობას გადავხდი. ასე რომ არ გადადო. დღესვე დაიწყე. და აქვე გეტყვი. ბანკის ანაბარი არ არის ინვესტიცია. ჩადე ფული აქციებში იმ კრიპტოვალუტაში, რომელსაც ენდობი და რა თქმა უნდა უძრავ ქონებაში. გამოიწერა ჩემი არხი, აქ მეტი სასარგებლო რჩება ბიზნეს აზროვნებაზე, სოციალურ ქსელებზე და ფულზე.